საყოველთაო ნათლობის ტრადიცია გრძელდება. 7 იუნის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მორიგი 73 ეტაპი გაიმართა. ამ დღეს 600-ზე მეტი ბავშვი მოინათლა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობები, სიგელები და ჯვრები გადაეცათ. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე სამების საპატრიარქო ტაძარში 20 საათზე მიბრძანდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ნათლულები, მშობლები და მათი ოჯახის წევრები დავოცა. სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ეკლესიის მეთაურთან ერთად იმყოფებოდა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილები დავოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი არს დაიყოს ძვირფასო მამებო ძმებო და დებო გილოცავთ ყოველთა წმინდათა ხსენებას ეს დღესასწაული დაემთხვა აი ამ ჩვენ დიდებულ მოვლენას დღევანდელ საყოველთაო ნათლობას და განსაკუთრებით გილოცავთ ამ დღეს კიდევ ერთხელ ჩვენი ბავშვების მონათვლას, თქვენი შვილების, თქვენი ნათლულების და მადლობას ვწირავთ დღეს უფალს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიერ დაწესებული საყოველთაო ნათლობები, რომელმაც ამდენი სიხარული და სიკეთე მოგვარა უკვე ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. დღეს ვფიქრობთ ნათლობის მნიშვნელობაზე, ამ საიდუმლოებაზე, რომელიც ტარდება ჩვენს ეკლესიაში. შეგახსენებთ, რომ ერთხელ უფალი იესო ქრისტე ესაუბრა ნათლობის მნიშვნელობაზე თავის საიდუმლო მოწაფეს ნიკოდიმოს და უთხრა მას, რომ თუ ადამიანი არ იშვება წყლისა და სულისგან, ის ვერ შევა ღვთის სასუფეველში. აი მაშას ადამე ნათლობა ყოფილა აუცილებელი პირობა იმისა, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი გახდეს და ღვთის სასუფეველში შევიდეს. და რა ხდება აი ამ დიდი საიდუმლოების დროს? სულიწმინდის მადლით ადამიანის სული უხილავად განიბანება და განიწმინდება. და როდესაც ის ემბაში ჩადის, კვდება ცოდვილი კაცი, ძველი კაცი. და როდესაც ემბაზიდან გამოდის, ეს არის უკვე ახალი ადამიანი, შობილი ღვთივსათნო ცხოვრებისთვის, განწმენდილი, განბანილი, შობილი ქრისტესგან. აი როგორც ხორციელად ჩვენ ყველანი ადამიანისგან ვართ დაბადებულნი, ასევე ნათლობის დროს იესო ქრისტესგან იბადება ადამიანი სულიერად, საიდუმლოდ. და აი მიეტევება ადამიანს ყველანაირი ცოდვა, პირველქმნილი ცოდვაც და პირადი ცოდვებიც. და მის სულში თვით უფალი შემოდის. დღეს თქვენ ალბათ მოისმინეთ საგალობელი რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს.
აი ქრისტეს შემოსვა ძვირფასო ძმებო და დებო სწორედ ამას ნიშნავს, რომ უფალი შემოდის ადამიანის სულში და ძალიან ბევრი ყოფილა შემთხვევა, როდესაც თუ ადამიანი ინათლება წმენით, სინანულით, ნათლობის შემდეგ გზნობს ხოლმე ენით გამოუთქმელ არამიწიერ ნეტარებას. სწორედ ამას ნიშნავს აი ქრისტეს შემოსვა. მაგრამ ნათლობის შემდეგ ადამიანი თუ არ იცხოვრებს ქრისტიანულად, თუ ყოველგვარი ცოდვებით შეურაცხყოფს უფალს და სინანულით არ განცვენს თავის სულს, მაშინ ის შეიძლება გახდეს მოუნათლავზე უარესი. აი როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, რომ თქვენს გამო, როგორ ამბობს, გახსოვთ მისი სიტყვები, ღმერთი იგმობაო, თქვენს გამო წარმართა შორისო. იმიტომ რომ წარმართებზე უარესად ცხოვრობთ. და იმისთვის რომ შევინარჩუნოთ ეს მადლი ნათლის ღებისა, უნდა ვიცხოვროთ ისე, როგორც მიგვითითებს ღმერთი, როგორც ის გთხოვს ჩვენ, და არა ისე, როგორც გვეუბნება ჩვენი დაცემული და ყალბი გონება და ცოდვებით დაზიანებული გული. რას გვეუბნება ეს დაცემული გონება? იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა, როგორც შენ იცი და არა ისე, როგორც ღმერთი გთხოვს. ღმერთს კი რას ურს ჩვენგან? რომ სასუფეველში შეგვიყვანოს. ამიტომ უფალი გთხოვს, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც მან მიგვითითა, როგორც მან გვასწავლა. ეს არის ღვთის ცნებების შესწავლა, ცნებების შესრულება, სინანული და ვედრება უფლისადმი, რომ გვაცხოვნოს, გადაგვარჩინოს, როგორც ინებებს იგი. ეს იქნება კეთილდღეობით, თუ დაუშვებს ჩვენზე განსაცდელებს, თუ სნეულებას, თუ როგორც მისი წმინდანება იქნება, ოღონდ გვაცხოვნოს და არ დაგვაკლოს ღვთის სასუფეველს. რისი ღირსიც დაეგამხდარიყავით მადლითა და კაცმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც ჩვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე. ამინ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საყოველთაო ნათლობის ფარგლებში 51,000-ზე მეტი ბავშვი მოინათლა. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან. დღეს ახლა 73 ეტაპია პატრიკის ნათლობებისა. დღეს პირველად ტარდება მისი უწმინდესობის გარეშე ეს ნათლობა, მაგრამ უწმინდესობას ესთან გლოცავს და ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ეს ტრადიცია გაგრძელდა. პირველ რიგში რომ ის უწმინდესობა სულ უნდა და მისი სურვილი იყო, რომ ერი გამრავლებულიყო და ეს ერთობა ყოფილიყო ერში და დღევანდელ ახლა პირველი ნათლობა ჩავატარეთ, პირველი მოინათლა ბორჯომელი პატარა გოგონა ანა, რომელსაც ნათლობა ჩავატარე და ეს ტკივილთანაც იყო დიდი სიხარული, იმიტომ რომ ეს ტრადიცია გრძელდება და ჯერა იმის, რომ ეს ბავშვები ამ ქვეყანას გაამთლიანებენ და შეკრავენ ამ ქვეყანას. დღეს ულოცავ მის უწმინდესობას შიო მესამესაც, რომ ის დღეს პირველად დალოცავს. ის ულოცავდა ხოლმე, როცა პატრიარქი იყო ხოლმე, პატრიარქთან ერთად ულოცავდა ხოლმე პატრიარქის ნათლულებს და დღეს როგორც პატრიარქი დალოცავს უკვე მის პირად ნათლულებს და ღმერთი შეეწიოს მის უწმინდესობას, მან გთხოვა კიდევაც, რომ ჩემთვის ილოცოთ, რომ ვისტარება შევძლო და მინჩერა, რომ ეს ბავშვები თელიერი მის ულოცოთ, რომ მისმა უწმინდესობა მის გზა, რომელიც პატრიარქმა გაიარა, მანაც ესე გაიაროს. პატრიარქს ერთადერთი სურვილი ჰქონდა, როდესაც პატრიარქმა გამოაცხადა ის იქნებოდა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია, რომ ერი გამრავლებულიყო, ვიცით რომ უდიდესი პრობლემა იყო ერში და ორი შვილის მეც არავინ არ აჩენდა და საქართველოში ძალიან მძიმე იყო ეს დემოგრაფიული პრობლემა იდგა ქვეყანაში და ღვთისმადლით პატრიარქმა ეს გამოაცხადა. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანმა გააჩინა შვილი, რომელსაც არ უნდა დაბადებულიყო საერთოდ, რომ მათ უკვე შვილები ყავდა და რომ გაიგეს პატრიარქის ეს ინიციატივა, შვილები გააჩინეს. და ზოგი წარმოგიდგენთ შვილი შვილზე უფროსი იყო. ესეთი შემთხვევა გვაქვს ძალიან ბევრი. ეს ნიშნავს იმას, რომ პატრიარქის სიყვარული ისეთი ადამიანები დაიბადნენ, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო. და ეს ერთი ადამიანის დაბადებაც კი რამხელა რამე არის და მისი უწმინდესობის სიყვარულით ეს ბავშვები დაიბადნენ და ღვთისმადლით დღეს უკვე ეს ნათლობა ისევ გრძელდება. უდიდესი გზნობა არის, პირველში მესამე შვილი არის და პატრიარქის ნათლული არის.
დიდი მადლობა ჩვენ პატრიარქს ილია მეორეს რა თქმა უნდა რომელმაც დატოვა ეს ტრადიცია და მოხარულები ვარ ძალიან დღევანდელი დღისთვის. მიხარია რომ ეს ტრადიცია დაამკვიდრა ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ და აგრძელებს შიო მესამე. ძალიან ბედნიერი ვარ რომ პატრიარქი იქნება ჩემი პატარას ნათლია და უფალმა დალოცოს და გააძლიეროს. ძალიან ბედნიერი ვარ დღეს, რომ ჩვენი უწმინდესი ილია მეორეს ტრადიცია გააგრძელა ჩვენმა შიო მესამე. ძალიან მიხარია, რომ ჩემი შვილის ნათლია და რომ გავიგე, რომ ჩვენი უწმინდესი აგრძელებდა ამ ტრადიციას, უბედნიერესი ვიყავი იმ დღეს. და ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი შვილი ყოფილიყო პატრიარქის ნათლული. ჩემი ოჯახისთვის ეს ნამდვილად ღვთისწყალობა არის მესამე შვილი. ჯერ ერთი თვითონაც ღვთისაჩუქარი იყო და ძალიან დიდი წყალობა არის ნამდვილად რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელა ის დიდი ტრადიცია რაც დაიწყო ჩვენმა ილია მეორემ და ყველას ვლოცავ დღევანდელ დღეს. ბედნიერი დღეა ჩვენთვის, მესამეა და ველოდებოდით ამ ნათლობას დიდი სიხარულით. ჩვენთვის არის მეოთხე შვილი, ძალიან დიდი ბედნიერებაა, ჩვენი მესამე შვილიც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ნათლულია და ძალიან გვიხარია რომ გააგრძელდა ეს ტრადიცია, ველოდებოდით და ძალიან გაგვიხარდა რომ დაგვირეკეს და ძალიან ბედნიერები ვართ რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამის პირველი ასე ვთქვათ, პირველი საყოველთაო ნათლობის მონათლულები ვართ. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ნათლის ღების დღესასწაულზე შედგა. ეს ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა. ამ ინიციატივის მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების აუცილებლობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ მიმდინარე წლის 17 მაისს ისაუბრა. მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში ორი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პატარა მწერლები და გაიწაფე მხატვრულ კითხვაში. ამ სახელწოდების პროგრამები საკლუბო მიმართულების ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების, წერითი მეტყველებისა და საჯაროდ გამოსვლის უნარების განვითარებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამებს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი პარტნიორ სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. პროექტის მონაწილეებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ორივე პროგრამა მოძრაობა დავითიანის ორგანიზებით თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის ლიდერთა კლუბების ინიციატივითა და აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ამ ბავშვებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავის შესაძლებლობები. შეძლეს ის რომ ის ნიჭი მხატვრული წერისა არ დაემარხათ და როგორც ტალანტი და გაემრავლებინათ და სხვისთვისაც გაეზიარებინათ ის სილამაზე, როგორ ლამაზათაც ისინი ხედავენ, ესე იგი გარე სამყაროს და მე ბავშვებსაც ვუთხარ, აღფრთოვანებული დავრჩე იმ დიდი პასუხისგებლობითა და იმ დიდი ესე იგი ნიჭით და გამბედაობით, რომ მათ ესე იგი გაბედეს და ის თავის სათქმელი, რასაც ყველა ვერ ბედავს, რომ გამოხატოს, მიადეს, ფურცლებს და სხვასაც გაუზიარეს და როგორი პასუხისგებლობით და ფაქისად ეკიდებიან სიტყვას. რომ მათ აქვს გააზრებული, რომ სიტყვით შეგვიძლია ავაშენოთ, გავალამაზოთ ადამიანის ცხოვრება, ან სიტყვით შეიძლება დავანგრიოთ ყველაფერი და მათ ზღაპრებში ნამდვილად ჩანს მხარდაჭერა სიკეთისა, სიყვარულისა და სილამაზისა. და რო კითხულობ ამ ზღაპრებს, თითქოს აი ემზადებიო იმ დიდი უმაღლესი მშვენიერების საჭვრეტად, რასაც უფლის დიდების ჭვრეტა ქვია. დავითიანი ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას, მათი უნარების გამოვლენას. სწორედ აი ამას ეძღვნება დღევანდელი დღე. ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდებთან ძალიან ბევრი შრომა გავწიეთ ჩვენმა გუნდმა, რომლის შედეგი წლის ბოლოს არის სხვადასხვა პროექტები და ესეთი პროექტების საპრეზენტაციო ჩვენება მოეწყო დღეს. გვაქვს ორი გამორჩეული პროექტი, გაიწაფე მხატვრულ კითხვაში და პატარა მწერლები, რომლის ფარგლებშიც დღეს მოეწყო ეს ძალიან ლამაზი და შემოქმედებითი საღამო და რასთავარია გვახარებს ის რომ ახალგაზრდებმა ნამდვილად იგრძნეს თავი დაფასებულად, მოტივირებულად და ვფიქრობ რომ ბევრი მომავალი მწერალი გვეყოლება მსგავსი პროექტების ინიციატივით და ინიცირებით და დავითიანი ყოველთვის გააგრძელებს ესეთი პროექტების ხელშეწყობას, რათა ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰქონდეს
და ჰყავდეს შემოქმედებითად ძლიერი ახალგაზრდები. ეს იყო პროექტი, რომელიც საკლუბო მიმართულების ინიციატივითა და იდეით შეიქმნა და ამ პროექტის ფარგლებში მონაწილეებს, კონკურსის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება შეექმნათ ზღაპრები და განავითარებინათ საკუთარი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. დღეს მოხდა ელექტრონული წიგნის პრეზენტაცია, რომლებშიც წარმოდგენილი იქნა მოსწავლეების ნამუშევრები. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ თითოეულ ზღაპარს თან ერთო ტექლაბის მიერ გენერირებული ილუსტრაციები, რომლებმაც კიდევ უფრო განსაკუთრებული ხიბლი შესძინა მოსწავლეების ნამუშევრებს. ვარ კონკურსის მონაწილე დავით იანში, გაიწაფე მხატვრულ კითხვაში, რომელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი შესაძლებლობისთვის დავით იანის წევრებს, რომლებიც ეს პროექტი დააორგანიზეს.